დავიწყოთ ახლა დღევანდელი გამოშვება, ძალიან საინტერესო თემით სხვათა შორის, რომელიც ინტერესს არასდროს არ კარგავს ჩვენს აუდიტორიაში და ყოველთვის ვიცით და ვართ კიდე შეიძლება ამ ტრენდის მონაწილეები თუ რა დინამიკით ვითარდება ქვეყანაში კრიპტო ბაზარი, რა მიმართულებით და ტრენდით ვითარდება ზოგადად მოთხოვნა ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე და ბაზრის ტენდენციები დღეს ძალიან საინტერესო სტუმართან ერთად მიმოვიხილავთ ამ ყველაფერს ბატონი თეიმურას შენგელია Whitebit Georgia's დირექტორი არის ჩვენი გადაცემის პირველი ბლოკის სტუმარი მოგესალმებით ბატონ თეიმურას ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის მოგესალმებით მადლობას გიხდით ჩემი მოწვევისთვის მიესალმებით თქვენ მაყურებლებს და მე მგონი ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივა დღეს და თან მით უმეტეს კიდევ ერთხელ ხალხს უსვავ იმოცემულობას რომ ტრენდი საქართველოში ყოველთვის იყო მზარდი ინტერესი მოთხოვნა ზოგადად ამ ტექნოლოგიებზე იყო ყოველთვის მზარდი და აქედან გამომდინარე ნახოთ დღეს ბაზარი რა კონიუნქტურას ავითარებს. უპირველეს ყოვლისა გვიანბეთ Whitebit Georgia's შესახებ და გვიანბეთ ამ კომპანიის დაარსების ისტორია, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რა არის მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები. კი ბატონო, სანამ დავიწყებდი მინდოდა ერთი განცხადება გავეკეთებინა, რომ ჩვენ მოუწოდებთ ყოველთვის ჩვენ მომხმარებლებს და ზოგადად კრიპტო მომხმარებლებს, რომ პასუხისგებლიანად გააკეთონ ინვესტირება კრიპტოში. არ გააკეთონ ინვესტირება, სანამ კარგად არ შეისწავლიან უშუალოდ რომელ ვირტუალურ აქტივში აკეთებენ ინვესტიციას. სანამ არ ნახავენ რა ტრაფიკები დგას მის უკან, რა გამოყენება დგას, რა ტოკენომიკა ასე ვთქვათ, დგას მის უკან და ეს ყველაფერი რაც უკეთესია ასე ვთქვათ ამ კრიპტო სამყაროში, განსხვავებით ფასიანი ქაღალდებისგან, არის ის, რომ არის ძალიან ტრანსპარენტული და მიმდინარე რეჟიმში მყისიერად შეგიძლია დაინახო ნებისმიერი ვირტუალური აქტივის ტრაფიკი გამოყენება, ვინ იყენებს, რატო იყენებს, ასე შემდეგ და რა პროდუქტებში ხდება მისი გამოყენება. ამიტომ ყოველთვის ჩვენ მომხმარებლებს და არა მარტო ჩვენს, ასე ვთქვათ, მოუწოდებთ, რომ შეისწავლონ სანამ გააკეთებენ ინვესტიციას. აი ძალიან მიხარია ამ განცხადების გაჟღერება და რატო? იმიტომ რომ აი ხალხს გაუსვავ რა, ცნობიერების ნაწილია ყველაფერი და შესაბამისად როცა შედიხარ ინდუსტრიაში მშობლობა არ აქვს ეს ხილული ვალუტა თუ კრიპტოვალუტა, ვირტუალური ვალუტა, აუცილებელი არის რომ შევისწავლოთ ბაზარი, ტრენდი, ქცევა რეალურად, იმიტომ რომ ჩვენ გვინახია ძალიან ბევრი სუბიექტი და ბენეფიციარიც მათ შორის ბაზარზე, რომელსაც აბსოლუტურად გაუმართლებელი ინვესტიცია განუხორციელებია და ეს მარტო კრიპტო მიმართულებას და კრიპტო ბაზარს არ ეხება ქალბატონებო და ბატონებო, ყველა ინდუსტრია ამას მოითხოვს და ნებისმიერი ინდუსტრია ხა სოფლის მეურნეობა იქნება, ჯანდაცვა იქნება, სადაც შედიხარ აუცილებელია რომ შეისწავლო ის ეკოსისტემა, ქცევა და კონიუნქტურა ბაზრის რაც არის. მადლობა ამ წინა სიტყვაობისთვის. შეეხება Whitebit არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გლობალური კრიპტო ბირჟა და მისი პროდუქტების ჩამონათვლისგან გამომდინარე მისი ასე ვთქვათ, უკვე დიდი ხანია ეს კომპანია გაცდა მარტო კრიპტო ბირჟის სტატუსს. კომპანიას აქვს სესხები, ანაბრები გლობალურად სხვადასხვა პროდუქტები, margin trade, futures-ები და ასე შემდეგ. ყავს 8 მილიონი მომხმარებელი, სხვა 8 მილიონი მომხმარებელი გლობალურად. მომხმარებელი, სხვა გლობალური კრიპტო ბირჟებისგან განსხვავებით კომპანია ცდილობს, რომ იყოს სხვადასხვა ქვეყანაში ლიცენზირებული და უკვე თითქმის ყველა წამყვან ქვეყანაში არის ლიცენზირებული და დიდ ინვესტიციას ახორციელებს კიბერუსაფრთხოებაში. ლიცენზირება რას ნიშნავს, რომ როცა კომპანია ლიცენზირებულია იტალიაში, ხორვატიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში, ლიტვაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საქართველოში, თურქეთში უკვე უფრო მეტ ნდობას იწვევს ადგილობრივი მომხმარებლებისგან. ასევე კომპანია არის ერთ-ერთი საუკეთესო კიბერუსაფრთხოების ნაწილში. კრიპტობირჟებს შორის ტარდება, ასე ვთქვათ, აუდიტები. ერთი მნიშვნელოვანი აუდიტია, რომ ბირჟა იყოს დაცული, ასე ვთქვათ, კიბერუსაფრთხოების ნაწილში და მეორე არის, რომ ბირჟას ყოველთვის ჰქონდეს ის ლიკვიდობა, რასაც აჩვენებს, ასე ვთქვათ. ამისთვის ტარდება ფინანსური აუდიტი და აუცილებელია, რომ ტარდებოდეს ძალიან ხშირად. ჩვენ შემთხვევაში ჩვენ ფინანსურ აუდიტს, ასე ვთქვათ, რეზერვების აუდიტს ატარებს ჰაკენი, ხოლო კიბერუსაფრთხოების აუდიტს ატარებს ჰაკენ-პრუფი, ასე ვთქვათ, წამყვანი ევროპული ბიუროებია, რომლებიც ამოწმებენ ჩვენ
proof of reserves, ასე ვთქვათ, გვაქვს თუ არა ის, რასაც ვაჩვენებთ, მეორე შემთხვევაში ვარ თუ არა ისეთი დაცულები, როგორც ვაპარაკობთ. ასევე მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ჩვენი წინა წლის ტრაფიკი spot ბირჟებზე, უშუალოდ კრიპტოს გადაცვლის ოპერაციებზე და futures-ულ ბირჟებზე შეადგენდა 2.7 ტრილიონ დოლარის, ასე ვთქვათ, USDT-ის ეკვივალენტ მოცულობა, იყო 2.7 ტრილიონი, რაც თან შთამბეჭდავია ჩვენთვისაც. ძალიან შთამბეჭდავია. ძალიან. და ჩვენი ძირითადი უპირატესობა, რაც არის სხვა გლობალურ კრიპტობირჟებთან შედარებით, არის მაღალი ლიკვიდობა, მაღალი სიჩქარე, უსაფრთხოება. ისევ და ისევ კიბერუსაფრთხოება. კი, სხვადასხვა აი კიბერუსაფრთხოების ნაწილი, ეხლა კიდევ ერთხელ, ხო, საბირჟო პრინციპი, ვინც იცის. და ჩვენ სამწუხაროდ ეხლა მოკლებული ვიყავით დროთა განმავლობაში, იგივე აი კაპიტალის ბაზრის თელ ბენეფიტებს, ხო? და სხვადასხვა ამ მიმართულებით ვირტუალურმა ვალუტამ გაგვისწრო ტრადიციული ესე თუ ამ შემთხვევაში ბონდების, ობლიგაციების პროვაიდერებს, რომ აი პირველი იყო კრიპტობირჟა საქართველოში, რომელიც გაჩნდა და სამწუხაროდ ჯერ ჩვენ რეალურ სისტემაში არ გვაქვს ტრადიციული კაპიტალის ბაზარი. აქედან გამომდინარე, ხა აი მაგიტომ მინდა ეხლა შემდეგი კითხვა დაგისვათ, ზუსტად ამ თემას უკავშირდება. შეიძლება ითქვას, რომ ქართველი ბენეფიციარი ეს ორ სხვილ ბანკს არ ეხება, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე არის დალისტული და მან ძალიან კარგად იცის ბირჟის მუშაობის სპეციფიკა, ხო? ანუ ჩვენთვის საბირჟო ტერმინოლოგიები და ქცევები, თუნდაც იგივე ფლეტური მოძრაობები და ასე შემდეგ იყო ცოტა უცხოხილი, ხო? მაგრამ უცბად შემოდის ვირტუალური ბირჟა, კრიპტო ბირჟა, რომელიც როგორც თქვენ ბრძანეთ 2002 წლიდან არის, ხო? 2022. უკაცრავად 2022. ძალიან დიდი ისე თქვა ვადიანობა მოგანიჭეთ ეხლა. თუმცა დარწმუნებული ვარ, მრავალი წელი გააგრძელებთ ბაზარზე ოპერირებას წარმატებით. 2022 წლიდან ოპერირებს ბირჟა, რომელმაც გააჩინა კონსტიტუცია, ერთის მხრივ ლიკვიდობა შეთავაზა ბაზარს და მეორეს მხრივ შეთავაზა კიბერუსაფრთხოების ნაწილი. რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეული დალისტული აქტი ბირჟაზე საქართველოს მოქალაქე, ნებისმიერი ბენეფიციარის მხრიდან იქნება დაცული და მისი თითოეული სავაჭრო ბონუსი, გარიგების შედეგი, დივიდენდი თუ ბენეფიტი იქნება თავიდან ბოლომდე გატარებული უსაფრთხოების ფარვატერში. ხო ასეა? კი ბატონო, გარდა მაგისა, ჩვენი უპირატესობა ადგილობრივ ბირჟებთან შედარებით, რაც არის გვაქვს დაახლოებით 330 ვირტუალური კოინი და ყოველ დღე ემატება მოცულობა, ან ვირტუალური აქტივი, კრიპტო აქტივი, ასე ვთქვათ და გვაქვს 770 წყვილი, ასე ვთქვათ, სავაჭრო წყვილი. ამ ნაწილში ჩვენი მიზანია, რომ ძელვადიან პერიოდში, ასე ვთქვათ, მომხმარებლებს გაუზარდოთ ნდობა, არა მარტო ჩვენ მიმართ, სხვა კრიპტო ბირჟების მიმართაც, რომ ყველა პოტენციურმა ინვესტორმა განიხილოს სხვა ფინანსური ინსტრუმენტების გარდა, თქვათ, კრიპტოში ინვესტირება იქიდან გამომდინარე, რომ თუნდაც წინა პერიოდები აჩვენებენ, რომ ძალიან დიდი ამონაგები შეიძლება მიიღო კრიპტო აქტივებში ინვესტირება. გარდა ამისა, გლობალურად დიდი საფონდო ბირჟები, ასე ვთქვათ, და ფონდები, ასე ვთქვათ, ისეთი როგორც არის Strategy, ისეთი როგორც არის BlackRock, Vanguard, Gemini და ასე შემდეგ, გარდაქმნიან კრიპტო აქტივებს, ძირითადად ჯერჯერობით არის Bitcoin, Ethereum და სხვა პროექტებზეც მიდის მუშაობა, ETF-ებად, იმისთვის, რომ აღნიშნული აქტივი ხელმისაწვდომი გახადონ საფონდო ბირჟებზე. ხო, ძალიან საინტერესო სპეციფიკაცია. ადასტურებს ამ მიმართულების სექტორის სანდოობას. შეიძლება ითქვას, საქართველოს ამ ნაწილში ჯერჯერობით უკან არის, იმიტომ რომ იმდენად პოპულარული არ არის კრიპტო, როგორც ვთქვათ, სხვა ფინანსური ინსტრუმენტები და სხვა აქტივები, ვთქვათ, როგორც აქციები, ბონდები და ასე შემდეგ. თუმცა გვაქვს კარგი ტრენდი. სხვადასხვა სტატისტიკებით დაახლოებით საქართველოში უკვე არის 200,000-მდე მომხმარებელი, რომელსაც კრიპტო სადღაც რაღაცა ვოლეტი აქვს, ასე ვთქვათ, საფულე აქვს, სადაც შეუძლია კრიპტო შეინახოს. ისე სხვადასხვა მე ვერ წარმოვიდგენდი, ხა ძალიან გამიკვირდა.
აი იმ შეუიარაღებელი თვალით წარმოებული სტატისტიკის შემდეგ, ხო, რაც საქართველოში ხდებოდა და ხდება ამ მიმართულებით, თქვენ ახსენეთ, რომ აი საქართველოს ცოტა უკან არის ამ მიმართულებით და ანუ 200,000 ადამიანია, ვისაც პირდაპირ ანირიბის შეხება ქონია და აქვს მაინც ელემენტარული ვირტუალური ვოლეტი, ხო? კი ბატონო, აქ რა სიტუაცია გეტყვით, არიან ადგილობრივი ვირტუალური აქტივების სერვის პროვაიდერები, რომელთაც გავლილი აქვს ლიცენზია ეროვნულ ბანკში და ასევე დღესდღეობით საქართველოში ხელმისაწვდომია გლობალური სხვადასხვა კრიპტო ბირჟები, ამიტომ ჩვენ მომხმარებლები თავისუფლად მიდიან სხვადასხვა ბირჟებზე და რეგისტრირდებიან შესაბამისად სხვადასხვა ტრაფიკებით, ინტერნეტ ტრაფიკებით, უნიკალური ვიზიტორებით და ასე შემდეგ შეიძლება ამის დათვლა სხვადასხვა რეპუტაბელური ბიუროების რეპორტებით შეიძლება დათვლა თუ რამდენი მომხმარებელი ყავს კრიპტოს საქართველოში და როგორ იზრდება. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ტრენდი, როგორ იზრდება და ძალიან მნიშვნელოვანია როგორ იცვლება ქცევა. აი როგორ იცვლება ქცევა? თუ წინა პერიოდებში მომხმარებლები ასე ვთქვათ ჩვენ რაც თავიდან თქვით რომ არ სწავლობდნენ პროექტებს, კრიპტო პროექტებს და ცოტა უპასუხისმგებლოდ ახორციელებდნენ. პირდაპირ ვთქვათ, კი ბატონო, იყო არც უმაგისობა არ იყო. ინვესტიციას სხვადასხვა კრიპტო აქტივებში ბოლო პერიოდში შეინიშნება რომ უფრო ძირითადად სტაბილურ და სანდო კრიპტოებში ახორციელებენ ინვესტიციას რომელსაც აქვს თავისი ტოკენომიკა, თავისი გამოიყენება სხვადასხვა სფეროებში და უფრო გრძელვადიანია. ის განცდები, რომ ესე რომ ვთქვათ, მაგალითად, რომ $10 ჩავდებ და 100,000 ვიშვი, სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში ქრება, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ესეთი кейსები უფრო და უფრო ცოტა არის. თუმცა ეს კოინები ყველასთვის ხელმისაწვდომია, მემ კოინები, ასე ვთქვათ, და მომხმარებელი მაინც იყენებს. მაგ კოინებშიც ინვესტირების დროს მნიშვნელოვანია, რომ გააზრებულად მიიღოთ გადაწყვეტილება, გააზრებულად შეისწავლოთ რა ისტორია დგას ამ ვირტუალური აქტივის უკან, რაში გამოიყენება, ვინ არის მისი მომხმარებელი, რომელ ბირჟებზეა დალისტული და ასე შემდეგ რეალურ დროში უყუროთ ტრაფიკს და ისე მიიღოთ გადაწყვეტილება, არ მიიღოთ იმიტომ რომ ნახავთ სადღაც TikTok-ზე. ხო, აი ზუსტად რა, ეგ არის მნიშვნელოვანი. შესაძლოა მე ასევე კულისებში დაგიშვით ესეთი კითხვა და ეხაც იგივე კითხვას დავსვავ პრინციპში. დღეს ტრადიციული ფინანსური ბაზარი უფრო კონკურენტია თუ უფრო მეგობარი? შეიძლება ითქვას, რომ უკვე უფრო მეგობარი. რაღაც პერიოდის წინ ბანკები ცოტა ნეგატიურად უყურებდნენ სიფრთხილით ალბათ. სიფრთხილით უყურებდნენ კრიპტოს. ბოლომდე არ გამქრალა ეს ნეგატივი, თუმცა დროთა განმავლობაში ვხედავთ პროგრესს. გვაქვს პირდაპირ ინტეგრაციები წამყვან ქართულ ფინანსურ ინსტიტუტებთან, როგორც ბანკებთან, ასევე საგადახდო პროვაიდერებთან და ვიყენებთ მათ არხებს ჩვენი ოპერაციების განსახორციელებლად, კერძოდ ფიატის, ანუ ფულის მოსახვედრად WASP-ის ანგარიშებზე ან პირიქით გასატანად ჩვენი მომხმარებლების სასარგებლოდ. შეიძლება ითქვას, რომ უფრო მეგობრულები გახდნენ და დროთა განმავლობაში არის რაღაცა ერთობლივი ინიციატივები, სამწუხაროდ ვერ ვიტყვი ამაზე, არის საერთობლივი ინიციატივები ფინანსურ ინსტიტუტებთან, რომლებიც დიდ დანაზოგს და დიდ ბენეფიტებს მოუტანს როგორც ჩვენ მომხმარებლებს, ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ტურისტებს. ტურისტებს. კი ბატონო, ხო, ძალიან საინტერესო არის. ბოლოს მე მინდა გითხოთ უკვე კომპანიის სამომავლო გეგმების შესახებ. იმიტომ რომ თქვენ ისეთი ციფრობრივი პარამეტრები ახსენეთ, რაც მართლა შთამბეჭდავი არის გლობალური ბაზრისთვის 8 მილიონი მომხმარებელი, ეს არ არის სახუმარო მაჩვენებელი და არწმუნებული ვარ, რომ ამ შემთხვევაში ეს ბაბლის სტრუქტურა კიდე და კიდე გაიზრდება და მე მინდა უკვე სამომავლო გეგმების შესახებ გითხოთ. კი ბატონო, იქიდან გამომდინარე, რომ Whitebit საქართველოს ჯერ სამწუხაროდ კლient პროდუქტების ასორტიმენტს ვერ თავაზობს ქართულ ბაზარს, რაც გვაქვს ჩვენ სხვადასხვა ქვეყნებში. აქტიურად მუშაობთ და გვემუშავება მეგობრულად ეროვნული ბანკი, რომ სხვადასხვა სქემები გავხადოთ ხელმისაწვდომი, ასე ვთქვათ, საქართველოს მოსახლეობისთვის და სხვადასხვა პროდუქტები, რა თქმა უნდა, იყოს ხელმისაწვდომი, რითაც კრიპტო ბირჟა, კრიპტო პროექტები უფრო და უფრო პოპულარული გახდება. მუშაობთ როგორც დამოუკიდებლად, ინდივიდუალურად, ასევე სხვა კრიპტო ბირჟებთან ან WASP-ებთან ერთად
რომ ეროვნულ ბანკთან სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილებები მოვითხოვოთ, სხვადასხვა პროდუქტები შევათანხმოთ და ასე შემდეგ. და უნდა ითქვას, რომ ეროვნული ბანკიც არის მეგობრული, ასე ვთქვათ, ამ ნაწილში და მოყვება სხვადასხვა ინიციატივებში ეტაპობრივად, ასე ვთქვათ. ხო, ну ძალიან კარგია ეს, ძალიან საინტერესოა, რომ რეალურად ალტერნატიული ფინანსური რესურსების წარმომადგენლები, პროვაიდერები ამ შემთხვევაში ერთმანეთს განეხილავენ არა როგორც კონკურენტი, თუმცა ფობიების, სიფრთხილების შეიძლება ყოველთვის არსებობდეს და ეს ლოგიკური პროცესია, არამედ განეხილავენ როგორც პარტნიორებს. ხო, საინტერესო ტრენდი არის საბოლოო ჯამში და ასევე აი კულისებში ვახსენეთ და მაგათ შემიძლია არ აღუნიშნო, არ შემიძლია უფრო სწორად, რომ ბაზარმა რეალურად თავის დროზე მიაღწია ესეთი დუღილის ტემპერატურას, რომ დღეს აი ეს ეგრეთ წოდებული ბოლის გამოშვების პოლიტიკა საჭირო იყო, რომ რეალურად ბაზარზე დარჩენ მხოლოდ ხარისხიანი სერვისების პროვაიდერები, რომლებიც კრიპტოს უყურებენ როგორც ინდუსტრიას და არა როგორც აი თქვენ ბრძანების არ იყოს, რაღაც ერთჯერად ფულის შოუნის საშუალებას, რომ მოდი ჩავდე მალე $1 და ვიშოვი $1000, ხო ეს ხო წარმოუდგენელია. აქედან გამომდინარე, რეალურად დარჩენ მართლა ჭეშმარიტი პიონერები, რომლებსაც ინდუსტრია ესმით საბირჟო ვაჭრობები და ესმით რეალურად ის პრინციპები, რაც ჭეშმარიტად გასამდიდრებლად არის საჭირო. კი ბატონო. კი, ამ ნაწილს შეიძლება ითქვას, რომ ის მოთამაშეები, ვინც დღეს არიან ბაზარზე პლუს რაღაც დონეზე, რაც ვიცით, რომ არის მომაპარაკება რამოდენიმე საერთაშორისო კრიპტობირჟის შემოსვლაზე საქართველოში, რაც ჩვენთვის პირიქით დადებითი სიგნალია, რომ სექტორი უფრო და უფრო საინტერესო ხდება. შეიძლება ითქვას, რომ ეს ფინანსური ინსტიტუტი თუ ვირტუალური აქტივების სერვის პროვაიდერები ძალიან დიდი ინვესტიციას ახორციელებენ იმ ნაწილში, რომ ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო რეგულაციებთან იყოს შესაბამისობაში, იგივე კიბერუსაფრთხოების ნაწილში იყვნენ შესაბამისობაში, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს მოითხოვს ძალიან დიდ ინვესტირებას, ტექნოლოგიურად ბირჟა რო იყოს გამართული ყოველდღიურ რეჟიმში, რომ მუშაობდეს და პასუხობდეს მომხმარებლების მოთხოვნებს. შესაბამისად, ეს აღარ მოითხოვს პატარა ინვესტიციებს, ამიტომ დიდი მოთამაშეებისთვის უფრო საინტერესო ხდება, ასევე ტრაფიკიც თოთა განმავლობაში უფრო და უფრო საინტერესო ხდება, რაც მოთხოვნა რეალურად, რაც არის ბაზარზე მომხმარებლების მხრიდან. კი ბატონო. ბატონ თეიმურაზ, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი ხშირად იქნებით და ესეთ საინტერესო დიალოგს და ანალიტიკას შევთავაზებთ ჩვენს მაყურებელს. ბატონ თეიმურაზ შენგელია, WhiteBit Georgia-ს დირექტორი, პასუხობდა გადაცემა მონეტიზაციის კითხვებს.